მართლითა სარწმუნოებითა და კეთილისმსახურობით ცხოვრობდეთ. ამინ. უფალო ასხოვნე უფალო და შეიწყალენ დიდი მეუფე ჩვენი საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მსოფლიოს მართლმადიდებელი პატრიარქი, ყოვლად სამღვდელონი, მიტროპოლიტი, მთავარეპისკოპოსი და ეპისკოპოსი, პატიოსანი, მღვდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონი და ყოველი სამონასტრო წესი, ზიან ეკლესიისანი, რომელი დაადგინან წყენსა სიტყვას ხოვართა შემთა ზედა და ლოცვითა მათთა მეცაცოდული შემიწყალი და მაცხოვნი. ძმებოდადებო, გაპარცული ხლებს, ვისაც უყურებთ, ხო ისინი პატრიოტები არც ერთი არ არიან. ისინი ღილებად არც ერთი არ ითვლებიან, რო იცოდეთ. ბევრი არის დღეს მასეთი. როლანძღავენ, საბჭოთა კავშირი რომ მოვიდა, ბევრი დახვიტონ, მაგისანა გაპარცული ხილები ყველა დასახვრეტი არის დღესაც. მაპატიოს უფალმა, მაგრამ უღირსი მწვალებლები არიან მაგენი. იმიტომ ახსენებს სახარება პატიოსანი ღვრელიო. არც ერთი არ არიან მაგენი პატიოსანი ღვრელები. თორე ღვთის მცნებებს არ ღვევენ. ხატებას გმობენ უფლისას მაგენი. გაიგეთ რა შეა საქმე. ასეთი მსგავს ღვრელები ყავს დღეს ბარეორი. ბევრს დაუნტრიეთ, ცხურპირ და ბევრს დაუნტრევ. კიდევ მადლობა უფალო მაგისთვის. გაათახსერენ ხალხი. გაათახსერებენ. მწვალებლები გახდნენ და რომის პაპს ხელზე კოცნიან, ეამბორებიან ეს ბოზები, ეგენი. და მართლმადიდებლების სამოში დადიან. ყუბოები არიან, გარედან რო ლამაზად მოჩანდა, შიგნით ძვლები რო არიან, დამპალი, ხო იცით? აი მეგენი არიან მაგენი ყველა. წაახდინენ ხალხი. მერთო მადლობა ყველაფერთვის. მეტის პირსები ვარ. მიგატოვეთ და იმიტომ. ასხოვნე უფალო და შეიწყალენ სულიერი